ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჩვენ აქ ვართ როგორც ყოველთვის დღესაც აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ. დღეს ჩემი სტუმარია სოციალური საწარმო დადარის დამფუძნებელი არჩილ გობეჯიშვილი. გეტყვით რომ დადარის მთავარი გზავნილია გარემოსადმი პასუხისმგებლიანი საქმიანობა. მოგესალმებით არჩილ. მადლობა რომ ამ საინტერესო თემით შემოგვიერთდით და სანამ საუბარს დავიწყებთ მინდა აღვნიშნო რომ ძალიან დიდია შშმ პირების ჩართულობა ამ პროცესში. მოდით უპირველეს ყოვლისა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს უთხრათ თუ საიდან იღებს სათავეს სოციალური საწარმო დადარი, მას თავისი გარკვეული ისტორია აქვს და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა აქტივობებზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. მადლობთ რომ დამპატიჟეთ დღეს სტუდიაში და დაინტერესდით ჩვენი სოციალური საწარმოს საქმიანობით. ჩვენი საწარმო 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ჩვენი მთავარი მიზანია ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი ხის სათამაშოები და საწარმოო პროცესებში გადავამზადოთ და ჩავთოთ როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები. საწარმოს საქმიანობის და სოციალური მისიის მთავარ შინაარსს კი დაახლოებით 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი. ეს ის დროა, როცა მე ვსწავლობდი, გადავწყვიტე ჩემი ერთ-ერთი ჰობი პროფესიულ დონეზე შემესწავლა და ჩავაბარე პროფესიულ კოლეჯში, სადაც ძალიან წარმატებული გამოდგა ჩემი ჰობის შესწავლის პროცესი. რამაც მოიტანა შედეგებად ის, რომ მე დღეს ამ საქმეს ვემსახურები და ჩართული ვარ სრულად და გარდა ამისა ის სოციალური მიზნის იდეა ზუსტად მაშინ გაჩნდა გონებაში, როცა კოლეჯში ნასწავლი პროფესიის შედეგად დაიგეგმა ჩემს მიერ დამზადებული ნამუშევრების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ამ გამოფენის პროცესში ნამუშევრების ერთ-ერთი ხაზით სათამაშოების დამზადების მიმართულებაში ჩაერთვნენ ასოციაცია ანიკას განსაკუთრებულ საჭიროებების მქონე ბენეფიციარები. ეს იყო პირველი შეხება ჩემთვის ამ სფეროსთან და იმდან დადებითი ემოციები, კარგი შედეგები მოიტანა, რომ მას შემდეგ როცა სწავლა დავამთავრე და გადავწყვიტე შესწავლილი ჰობით დავსაქმებულიყავი, ერთ-ერთი მთავარი იდეა იყო ჩემთვის, რომ ეს სოციალური მისია იქნებოდა ის წარმატებული საქმიანობა, რომელსაც შეეძლო ძალიან კარგი შედეგები მოიტანა როგორც საზოგადოებისთვის, ასევე პირადად ჩემთვის და ბევრი ადამიანისთვის, რომელიც უშუალოდ ჩართული იქნებოდა პროცესებში. დიახ, და ამასობაში ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემით მოვიკითხავთ ანიკას ბენეფიციარებს და აი თქვენ შედეგი ახსენეთ და სანამ შედეგზე ვისაუბრებთ, მინდა რომ პროცესზე ვისაუბროთ, ანუ კონკრეტულად რა საქმიანობენ ადამიანები ამ საწარმოში, რა სახის პროდუქტს ქმნით და ჩვენ ვახსენებთ, რომ შშმ პირები ჩართულნი არიან და რამდენად მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ასევე საზოგადოებისთვის მათი ჩართულობა და აუცილებლად შემდეგ მათ დასაქმებაზეც მინდა გკითხოთ. გისმენთ? დიახ. ჩვენი საწარმოს პროდუქცია, როგორც უკვე ვახსენე, არის ბავშვებისთვის დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა მაღალი ხარისხის ხის სათამაშოები, რომელთა რეალიზაციაც ძალიან წარმატებით ხდება როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ბაზარზე. გვყავს ძლიერი პარტნიორები და საქართველოში წარმოებული სათამაშოები ევროპის ბევრ ქვეყანაში ახარებთ პატარებს. და ათმაგაც ასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ სათამაშოების დამზადებაში უშუალოდ მონაწილეობას იღებენ ჩვენს მიერ გადამზადებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები და ისინი თავისი შესაძლებლობის შესაფერისად, ყველას განსხვავებული შესაძლებლობა გვაქვს, სხვადასხვა უნარები. Ყავს ადამიანები, რომელიც სამხატვრო სფეროში არიან ჩართულები და ხატავენ ამ მოდელებს. Ყავს ადამიანები, რომელიც უშუალოდ ამოჭრის პროცესებში არიან დასაქმებულები და ხის დამუშავების პროცესებში. რა თქმა უნდა, ზოგადად ხის სათამაშოების წარმოება მინიმუმ 8-10 პროცესისგან შედგება, რაც სანამ საბოლოო შედეგზე გავდივართ. შესაბამისად, ყველა ეტაპზე თავისი პროფესიონალი ოსტატის და საქმით არის დაკავებული. ამიტომაც შესაძლებლობების მიხედვით გვაქვს გადანაწილებული ეს საქმიანობები. და ვცდილობთ, რომ ვაკეთოთ ის უმაღლესი ხარისხის სათამაშოები, რომლითაც როგორც ჩვენი საწარმო ამაყობთ, ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროდუქტი შეიქმნა
ხის სათამაშოების ბაზაზე, არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბით. კი ბატონო. და რაც შეეხება შშმ პირების ჩართულობას, არის თუ არა ინტეგრაციის ერთ-ერთი საუკეთესო კიდე საშუალება? აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ჩვენი საწარმო პროცესები გადამზადებით იწყება, სანამ ადამიანებს დავასაქმებთ და გადამზადების პროცესი ინდივიდუალურია. თუმცა გადამზადების პროცესშივე ახალი პროფესიის შეძენა განსაკუთრებით საჭიროებს მქონე ადამიანებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ხდება მათთვის ახალი უნარების შესწავლა, ახალი შესაძლებლობების წარმოჩენა, ახალი საზღვრები იხსნება, ახალი შესაძლებლობები და მათი ყოველდღიური ყოფა უფრო მეტად საინტერესო ხდება. ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანისთვის, როცა სწავლობს იმ საქმეს, რომელიც აინტერესებს და რომლის დაკავებაც სიამოვნებას ანიჭებს. ჩვენს მთავარ სოციალურ მიზნადაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ყოფილიყო განსაკუთრებით საჭიროებს მქონე ადამიანებს გადამზადება და დასაქმება. ვინაიდან ამის ძალიან წარმატებული მაგალითები მოვიძიეთ ევროპის მასშტაბით. ძალიან კარგი შედეგები იდება, როდესაც კონკრეტული პროფესიის შესწავლით, საყვარელ საქმის შესწავლით და დაოსტატებით ადამიანები რადიკალურად ცვლიან თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას. ყველა ადამიანს აქვს ის უნარი, რომელი უნარიც შესაძლოა წარმატებულ საქმიანობად იქცევს. თავარი ამის პოვნა, ამის შერჩევა და მეთოდოლოგიურად სწორად მიგნება და მისვლა შედეგამდე. გვიხარია ჩვენ ასე თუ ისე ჩვენი მცირედი წვლილი შეგვაქვს იმაში, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება, თუნდაც იმ მცირე ნაბიჯებით რითაც ვარ. კი ბატონო, და არის თუ არა ამ პროცესში ჩართულობა შშმ პირთათვის, ანუ სამომავლოდ პროფესიის შეძენის წინაპირობა და შემდეგ დასაქმებაც მაინტერესებს. დავუშვათ, გვაქვს ისეთი кейსები, დასაქმდნენ ამ მიმართულებით და თქვენ რამდენად უწყობთ ხელს ამ პროცესს? დიახ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი ზუსტად ეს, რომ ახალი პროფესიის შესწავლა გახდეს საწინდარი ამ პროფესიის განვითარების და შემდგომ საქმიანობად დანერგვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენთან გადამზადებული ადამიანებს ხელი შევუწყოთ დასაქმებაში, როგორც ჩვენივე საწარმოში, ასევე სხვა საქმიანობებში და ქონია შემთხვევები, როცა პირადად გაუგზავნებიათ დამოუკიდებელი საქმიანობა და კარგი შედეგებიც მივუღიათ, ასევე გვყავს ჩვენივე საწარმოში დასაქმებული ჩვენს მიერ გადამზადებული ადამიანები, რა თქმა უნდა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავზარდოთ ეს რაოდენობა შეძლების ფარგლებში და გარდა ამისა გვაქვს ძალიან კარგი შემთხვევები, როცა ჩვენთან გადამზადებული ადამიანები დასაქმდნენ სხვა საწარმოში. ასევე გვაქვს ესეთი შემთხვევები, როცა ადამიანები, რომლებიც ასე თუ ისე მოკლებული იყვნენ საზოგადოებრივ ყოველდღიურ ცხოვრებას, ჩვენთან დაწყებული სიარულით, ახალი პროფესიით შესწავლით, მათ ბევრი სხვა კარი გაეხსნათ და ბევრი ახალი ინტერესები აღმოაჩინეს. ჩვენთან შესწავლილი პროფესიის შემდეგ მათ სრული გაუჩნდათ კიდე დამატებით პროფესიის შესწავლის, სრული გაუჩნდათ საზოგადოებაში უფრო აქტიური წევრობისთვის და ესეც ძალიან დადებითი და კარგი შედეგია ვფიქრობ. კი ბატონო, და აი რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს. ანუ არის თქვენთან ასაკობრივი ზღვარი თუ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ამ პროცესში ჩართვა? რეალურად ასაკობრივი ზღვარი გვაქვს შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რამდენად შეუძლია ადამიანს ჩაერთოს იმ საწარმოო პროცესების შესწავლის ეტაპებზე. შესაბამისად, დაბალი ასაკის მქონე ბავშვებისთვის ეს ნაკლებად მოსახერხებელია, ვინაიდან მათ უფრო სხვა ინტერესები აქვთ იმ ასაკში. თავარია ფიზიკური შესაძლებლობა და სურვილი იმის, რომ ამ საქმიანობაში შეძლონ ჩართვა, სწავლა და ამის დიდი სურვილი გქონდეთ. აი შესწავლის ეტაპები ახსენეთ და რამდენ ხანს გრძელდება? ანუ მოკლევადიანი, გრძელვადიანი თუ გააჩნია ინდივიდუალური ეს ყველაფერი? რეალურად ინდივიდუალურია ყველა ადამიანის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ხოლმე 3 თვიანი, 5 თვიანი ეტაპები, როდესაც გაწერილია თითოეული ეტაპი, რა ეტაპის შემდეგ რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ პროფესია ადამიანში დაინერგოს და მისთვის გახდეს ეს ბუნებრივად შესწავლადი და შემდგომ პროფესიად ქცევა. რეალური და კარგი შედეგები იდება მინიმუმ 3 თვიანი განმზადების ეტაპების შემდეგ. თუმცა მქონია შემთხვევები, როცა სასწავლო პროცესები გაგრძელებულა 1 წლამდეც და ამ სასწავლო პროცესს მქონია
სხვა დამატებითი მნიშვნელობებიც, რომ არა მხოლოდ უშუალოდ კონკრეტული პროფესიის დაუფლება და შემდეგ დასაქმება ყოფილიყო, არამედ ეს ყოფილიყო ადამიანის აქტივობა და მისი ყოველდღიური ცხოვრება და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით განხორციელებული პროცესი. დიახ, და რაც შეეხება ძირითად მიმართულებას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, სათამაშოები, სათამაშოების წარმოება და გააქვთ კიდევ სხვა აქტივობები. ჩვენი მთავარი საქმიანობა ეს არის შემოსავლის წყაროც და მიზანიც არის ის, რომ ვიყოთ ბრენდი, რომელიც აწარმოებს საქართველოში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ხის სათამაშოებს და მთელ ჩვენ რესურსს დებთ ამაში, რომ ვიყოთ ამ დარგის წარმატებული მოთამაშეები. კი ბატონო, და რა თქმა უნდა, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ანუ მეგობრობთ თუ არა დაუშვათ სხვადასხვა ქვეყნებში წარმოდგენილ მსგავს საწარმოებთან, არის თუ არა გაცვლითი ღონისძიებები თუ პროგრამები და რამდენად მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება თქვენთვის და თქვენი გამოცდილების გაზიარება მათთვის. ეს ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ვინც ამ საქმეს ემსახურება, მათ საერთო იდეოლოგია და საერთო მიზნები აკავშირებთ. ჩვენც რა თქმა უნდა ვცდილობთ, რომ მუდმივად დავამყაროთ კავშირები სხვა უფრო მეტად გამოცდილ ორგანიზაციებთან ან და ახალბედა ორგანიზაციებთან, ვისთვისაც საინტერესოა ჩვენი გამოცდილება და გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი საქმიანობის სხვადასხვა შესაძლებლობები. და გარდა ამისა, გარდა უშუალოდ ამ სფეროში ჩართული ადამიანებისა, ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი ფაქტორია იმის გათვალისწინებაც, რომ როცა ჩვენ გვყავს პარტნიორები, თქვათ, ჩვენ სტანდარტული ბიზნესი, არასტანდარტული ბიზნესი, სოციალური საწარმო, რომელიც ხის სათამაშოებს აწარმოებს და ჩვენ გვყავს B2B პარტნიორები ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში. B2B პარტნიორები, რომელსაც პირდაპირ შეხება არ აქვს სოციალურ საწარმოებთან, თუმცა მათ მოწმ ჩვენი პროდუქტი და უნდათ რომ ჩვენთან ითანამშრომლონ პროდუქტის ფარგლებში. მათთვის დამატებითი ღირებულება და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა იგებენ რომ ჩვენ ვართ სოციალური საწარმო და საწარმოში დასაქმებული ადამიანები არიან განსაკუთრებულ საჭიროებებს, ან იცვლებთ გადაადგილებული პირები, ეს ერთიორად უფრო ზრდის მათ სურვილს ჩვენთან ურთიერთობის და მათ მიერ დაგეგმი ყველა მარკეტინგულ აქტივობაში, ყველა იმ ქმედებაში, რომელთაც უნდათ რომ წარმოაჩინონ თავიანთი მონაწილეობით გაკეთებული კარგი საქმე სოფლიოს მასშტაბით, ყოველთვის ესმევა შემდეგ ხაზი იმას, როგორი მნიშვნელობა და როგორი კარგი შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ აქტივობამ, საწარმოო საქმიანობაში ჩართვა განსაკუთრებულ საჭიროებს მქონე ადამიანებს. კი ბატონო, და ზოგადად მსოფლიო ბაზარი წარმოგვიდგენს მრავალფეროვან სათამაშოებს, მაგრამ საინტერესოა, რამდენად მოთხოვნადია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ხის სათამაშოები. ეს ის პროდუქტია, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შემორჩა როგორც საუკეთესო სათამაშო აღიარება და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შემორჩება კიდე მომავალში, ვინაიდან ხის სათამაშო ეს არის ყველაზე ნატურალური პროდუქტი, ყველაზე ბუნებრივი და ყველაზე მეტად ეხმარება ბავშვს განვითარებაში და სამყაროს შემეცნებაში. და გარდა ამისა, რაც უფრო მეტად ვითარდება სამყარო და ტექნოლოგიები, მით მეტად ნაკლები ხდება ხელნაკეთი ხის სათამაშო, რაც ეს დამატებით ღირებულებას ძენს, იმიტომ რომ უკვე დეფიციტი იქნება. რეალურად ის ჩვენი ევროპელი B2B პარტნიორები ჩვენამდე იმიტომ მოვიდნენ, რომ დეფიციტია ევროპის ბაზარზე და ბევრად ძვირად ღირებული ხდება ხელნაკეთი ნივთების წარმოება და რეალიზაცია. და ამიტომაც ფიქრობთ, რომ ამ დიდი ბაზრის მცირე ნაწილში, სადაც ჩვენ მონაწილეობთ, მოთხოვნა ყოველთვის იქნება, ვინაიდან ხელნაკეთი ხის სათამაშო დღეს უკვე ძალიან დეფიციტურია და მომავალშიც უფრო დეფიციტური იქნება, რაც უფრო მეტად ვითარდება ტექნოლოგიური განვითარება და ჩვენ ამ ნაწილის ათვისებით, ამ სფეროში ჩართულობით, ძალიან ვფიქრობთ, რამდენიმე მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. ეს არის ტრადიციული საქმიანობის შენარჩუნება. ეს არის დეფიციტური პროდუქტის მიწოდება ადამიანებისთვის, ვისაც ეს აინტერესებს და ვისაც სურვილი აქვს და საწარმოო პროცესებში იმ ადამიანების ჩართვა, რომელსაც ძალიან სჭირდება ზუსტად ამ ხელსაქმეში თავისი პროფესიული უნარების განვითარება და
შესრულება. კი ბატონო და ისე მინდა დასაქმების საკითხს მივუბრუნდე. ამჟამად თქვენთან საწარმოში დასაქმებულნი არიან თუ არა შშმ-პირები? დიახ, ჩვენთან საწარმოში ამ ეტაპზე დასაქმებულია 4 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი. გარდა ამისა დასაქმებულები ყავს, როგორც უკვე აღვნიშნე, იძულებით გადაადგილებული პირები, ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ და ჩვენ ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ვაკეთოთ ჩვენთვის საყვარელი საქმე და ჩვენი საქმიანობით კარგი შედეგები მოვიტანოთ. დიახ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით და სამომავლო გეგმებზეც მინდა გითხრათ, აპირებთ თუ არა გაფართოებას და რეგიონალური მასშტაბით არის თუ არა მსგავსი საწარმოები? დიახ, ჩვენი თავიდანვე მიზანი და სოციალური საწარმოს იდეაც და ბიზნეს მოდელიც უბრალოდ იმაში მდგომარეობს, რომ ის მუდმივად ორიენტირებული უნდა იყოს თავისი სოციალური მიზნის განვითარებაზე. ეს არ არის სტანდარტული ბიზნესი, რომელიც მოგებაზე ორიენტირებული და დივიდენდის სახით მოგებს გადაასვენებს. ჩვენ დაარსების დღიდან ყველა შემოსავალი და მოგების ნაწილი რეინვესტირდება ისევ საქმიანობაში და ისევ ამ სოციალური მიზნის განვითარებაში და შესაძლებლობების გაზრდაში. და თქვენი კითხვის მეორე ნაწილის პასუხად მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ სოციალური საწარმოები ფრითი დღე უფრო ძლიერდება ჩვენს ქვეყანაში. 2018 წელს როცა დავიწყეთ საქმიანობა, ჩვენთვის მაგალითი სულ რამდენიმე საწარმო იყო სოციალური, რომელსაც ასევე იმ პერიოდში 2016-15 წლიდან ქონდა დაწყებული სოციალური საქმიანობა, დღეს ბევრად მეტი სოციალური საწარმო გვხვდება საქართველოში. რომლებიც არ არიან მხოლოდ პროდუქტზე ორიენტირებული სოციალური საწარმოები, ასევე სერვისზე ორიენტირებული სოციალური საწარმოები. და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ეს კულტურა და ეს საქმიანობა საქართველოში ყოველდღურად უფრო ვითარდება, ძლიერდება და ეს დარგები არის მრავალფეროვანი. კი ბატონო, და აი მრავალფეროვანი ახსენეთ და მრავალფეროვნებაზეც რო ვთქვათ. დიახ, ჩვენ გვხვდება ისეთი სოციალური საწარმოები, რომელიც სხვადასხვა სოციალურ სერვისს თავაზობენ მომხმარებლებს. ესენი არიან მომსახურების სფეროში ჩართული, თუნდაც კაფე-ბარები, რომელიც ადაპტირებულია სრულად და მასში დასაქმებული პერსონალით არიან სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანები. ასევე გვყავს საწარმოები, რომლებიც აწვდიან პროდუქტს, თუმცა არ არის ეს მხოლოდ სათამაშოები, არის ეს კერამიკული ნაწილი, არის ეს სხვადასხვა ხელოვნების, სხვადასხვა დარგის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია. თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მრავლდება ჩვენ ქვეყანაში ისეთი ორგანიზაციები, რომელთა ფიქრი, აზროვნება და მიზნები სოციალური მიმართულებით ვითარდება და ემსახურება იმ მნიშვნელოვან საქმიანობას, რომელიც ფიქრობ ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის უნდა იყოს ათვისებული, შესრულებული და განხორციელებული. დიახ, ამ მიმართულების გაძლიერებისთვის და განვითარებისთვის რა არის საჭირო? ანუ რა საჭიროების წინაშე დგახართ დღეს? რეალურად საჭიროები ბევრია. ყურადღება, მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში. ეს ის სამი ძირითადი სუბუქად ნათქვამი აუცილებლობა, რომელიც ეხმარება ყველა სფეროს, როცა მას განვითარება ჭირდება და დღეს სოციალურ მეწარმეობას განვითარება ჭირდება ჩვენ ქვეყანაში. და მადლობა ღმერთს ჩნდებიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ უკვე ამ მიმართულებით განვითარებას, გამოიყოფა სხვადასხვა მხარდაჭერითი თუნდაც დაფინანსებები, გრანტები, სადაც თუ დააკმაყოფილებ იმ კრიტერიუმებს, რომელი კრიტერიუმებიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მიიღო ეს მხარდაჭერა, იღებ მხარდაჭერას. სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა, ეს არის უპირველესი. რეალურად სახელმწიფოს მხარდაჭერა განაპირობებს შემდგომ წახალისებას სხვა ორგანიზაციების, არასახელმწიფო ორგანიზაციების მხარდაჭერას, როცა სახელმწიფო თვითონ აღიარებს, ხარს უჭერს და ეხმარება სოციალურ მეწარმეობას, ეს აღებს დიდ კარებს, რომელიც სხვა დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, რომ თავისი წვლილი შეიტანონ. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჯერჯერობით თაროზეა შემოდებული, არის სოციალური საწარმოს სტატუსის რეალური აღიარება. ჯერჯერობით სტატუსი რეალურად არ არის აღიარებული და სოციალური საწარმოები ჩვენ თვითონ ჩვენი საქმიანობით ვამტკიცებთ და ვნერგავთ ამ სტატუსს საზოგადოებაში. როგორც ასეთი ბიზნეს მოდელი არ არსებობს სოციალური მეწარმეობის იურიდიულ ნაწილში და იმედი გვაქვს, რომ ეს როგორც ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანაში უკვე არის სტატუსად ქცეული, ჩვენს ქვეყანაშიც მოვათ, რომ და ჩვენ ამას საქმიანობით დავამტკიცებთ, მივიყვათ მაგ ეტაპამდე.
არ მინდა რამე გამოგჩეს, რამე ხომარ დაამატებდით? მადლობა მინდა გითხრათ, რომ ინტერესდებით ამ დარგით, ინტერესდებით და ჩართული ხართ უშუალოდ ვიცი განსაკუთრებით საჭიროებს გონი ადამიანის ხარდაჭერას განვითარებაში და მე გულწრფელად მიხარია, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა ძალიან ვითარდება ამ ნაწილშიც. იმატებს ცნობიერება, იმატებს საზოგადოებრივი აზროვნება იმ ნაწილში, რომ არ შეიძლება ადამიანების გარიყვა, არ შეიძლება ადამიანების დამალვა და არ შეიძლება რომ არ შეუწყო ხელი იმ ადამიანს, ვისაც ხელი შეწყობა ჭირდება. ამის გარეშე ცივილიზებული ქვეყანა და ცივილიზებული არსებობა წარმოუდგენელია. და ძალიან მიხარია, ჩვენ უკვე ძალიან ბევრი კარგი შედეგი გვაქვს მაგალითად. უამრავი წარმატება გვაქვს, ხო, თუნდაც სპორტში. ამას მივესალმები ყველა იმ ნამდვილ გმირ პარაოლიმპიელს და პარასპორტსმენს, ვინც ისეთი კარგი შედეგები დადო, რომ ყველას დაანახა რამხელა შედეგების მოტანა შეუძლია გულით და სულით გაკეთებულ საქმეს და ჩადებას. ძალიან ბევრი კარგი მაგალითების აღება შეგვიძლია თუ მიმოვიხედავთ და მინდა რომ ამ დარგში და მიმართულებაში ჩვენი ქვეყანა სწრაფად და ძლიერად განვითარდეს და ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ყველაფერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო არჩილ, გისურვებთ წარმატებებს და იმედს ვიტოვებ, რომ სიახლეებით კვლავ გვეწვევით. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენს მაყურებელს და მსმენელს ვეტყვი, ჩვენი სტუმარი იყო სოციალური საწარმო დადარის დამფუძნებელი არჩილ გობეჯიშვილი, ჩვენ საწარმო საქმიანობაზე ვისაუბრეთ. მადლობა და დროებით.